შენ ხარ ონკოლოგი და შენი მშობელი არის ონკოლოგიური დაავადებით დაყოფილი. ყველაზე რთულია იყო ოჯახის წევრის ექიმი. მამაჩემის შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ წავაგე. დაუმარცხდი. უმალავდი დიაგნოზს. არა. არასდროს. და მას თუ დაუსვავ შენთვის შეკითხვა მოუკვდები? ყველა მოუკვდებით ადრე თუ გვიან. ფუჭი იმედი მიგიცია პაციენტისთვის? გამარჯობა, დღეს პარასკევი საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი ექიმი მიკროფონთან. მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ყოველწლიურად რომ წარმოვიდგინოთ ავტისებიანი სიმსივნის კიბოს დიაგნოზი საქართველოში დაახლოებით 13600 ადამიანს ესმება. შეიძლება დღესაც ამ დიაგნოზის შესახებ პირველად შეიტყო რომელიმე ადამიანმა და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ პოდკასტში ვისაუბროთ იმ ახალ მეთოდებზე, მკურნალობის მეთოდებზე და ზოგადად ვისაუბროთ იმედზე, რომ ეს ონკოლოგიური დაავადებები არ არის განაჩენი და ეს უბრალოდ არის ახალი რთული ცხოვრების დასაწყისი. მე მინდა დღევანდელ პოდკასტში დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და ამავე ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეთერ ნათელაური. ეთერ, მადლობა რომ მოხვედი. ხო, რაღაც ოფიციალური როარ გამოგივიდეს, ეთუნათი მოგმართავ ხო მოსულა რა. კარგი, ხო, საკმაოდ ისეთია რა, თემა ძალიან აქტუალურია და ამიტომ მე მინდა რომ დღეს რაღაცნაირად ჩვენი პოდკასტის მსვლელობისას ვისაუბროთ იმედზე, იმიტომ რომ იმედი ძალიან ბევრს ნიშნავს ონკოლოგიური პაციენტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა, მართლაც ახალი ცხოვრების დასაწყისი და ზოგადად ცხოვრება ესე ვისაც ონკოლოგიური დაავადებები აქვს გადატანილი, იყოფა ხოლმე ორ ნაწილად, ხო? კიბომდე და კიბოს შემდეგ. აბსოლუტურად იცვლებიან ადამიანები, ხო? მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა ძალიან წარმატებულათაც თავდება, ხო? ამიტომ რაღაცნაირად სტიგმატიზირება არ უნდა მოვახდინოთ ჩვენ ამ დაავადების. ხო, პირველი კითხვა მექნება ესეთი, რატომ აირჩია ონკოლოგია? იმიტომ რომ ხო, საკმაოდ რთული პროფესია არის ეს ემოციური თვალსაზრისითაც და ზოგადად. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ძალიან გულწრფელი ვიქნები და ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო პროფილია ჩემი აზრით რადიაციული ონკოლოგია დღევანდელ რეალობაში ადამიანისთვის. რადიაციული ონკოლოგია და ზოგადად ონკოლოგიის მიმართულება ერთდროულად მარტო ექიმობას არ გულისხმობს. აქ ერთდროულად გჭირდება ფსიქოლოგია, ემოციური მხარდაჭერა, პარალელურად მათემატიკა, ფიზიკა, ანატომიიდან დაწყებული ფიზიოლოგიით და კლინიკური მედიცინით დასრულებული ფილოსოფიის ჩათვლითაც კი. ძალიან ბევრ ემოციასთან არის კავშირში და ექიმების და თავიდან იცოდი, როცა ამ არჩევანს აკეთებდი, რომ ამდენი პლასტი ქონდა ამ მიმართულებას რადიაციულ ონკოლოგიას, მერე და მერე მოვიდა ალბათ, ხო? მერე და მერე მოვიდა, მაგრამ თავიდან იყო გამოწვევა. როდესაც მე რადიოლოგიის რეზიდენტურა დავასრულე თავიდან, შემდგომ გადავედი რადიაციული ონკოლოგიის რეზიდენტურაში და გამოწვევა იყო, იმიტომ რომ იყო ძალიან ახალი მიმართულება ქართულ რეალობაში და ძალიან საინტერესო იყო. გამოწვევა იყო იმ კუთხითაც, რომ მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის ჩემი საყვარელი მიმართულება იყო და ეს პროფილი ამ ჩემს საყვარელ პროფილებსაც აერთიანებდა ერთად. და რაღაცა მგონია, რომ გამოვიდა და ვიპოვე ის ნიშა, რაც ყველაზე მეტად მომწონს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ონკოლოგიური პაციენტები არიან ქრონიკული პაციენტები, რომლებთაც ჭირდებათ კომპლექსური მკურნალობა, ხო? ჩამოთვალოთ, ეს არის მედიკამენტოზური თერაპია, რასაც ქიმიოთერაპიის სახელით არის ცნობილი, რადიაციული თერაპია, ანუ შენი მიმართულება და ქირურგ-ოპერაციული ქირურგია, ხო? მე ხა ქარჩავში ვთქვათ მედიკამენტოზურში იმუნოთერაპიას და ასე შემდეგ, ხო? ტარგეტ თერაპიებს. პირველად რომ დაიდგა ეს ხაზოვანი ამაჩქარებელი იყო ძალიან დიდი ამბავი, იმიტომ რომ წინა აპარატები, რომლებიც რადიაციულ თერაპიას ახორციელებდნენ, ბევრად უფრო მოძველებული იყო და ეს იყო ძალიან დიდი გარღვევა. და მე ძალიან მიხარია, რომ ეს აპარატი დგას დღეს დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში და ამან მნიშვნელოვნად
გაუმჯობესა ონკოლოგიური პაციენტების მოვლა მთლიანად თელს დასავლეთ საქართველოში და მეცაც ვიტყვი რომ თბილისიდანაც კი ჩამოდიან შენს ცენტრში სამკურნალოდ პაციენტები და თან პატრონაჟს როდესაც ორი უდიდესი მეცნიერი უწევს შენ ცენტრს ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღვნიშნოთ ხო ქალბატონი კრისტინა კილი და ბატონი გოჩა ონკოლოგიის ცენტრი 2015 წელს გაიხსნა ქუთაისში და ვფიქრობ, რომ ჩვენი კორპორაციისთვის სულ ამას ვამბობ ხოლმე და ხშირად ვიმეორებ, რომ ბევრი ცენტრი შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი იქნება ცენტრი, რომლითაც ჩვენი კომპანია შევა ისტორიაში. ეს იყო მომენტი, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში გაუჩნდა ხელმისაწვდომობა მკურნალობის უახლეს მეთოდებზე, უახლესი აპარატურით. გარდა აპარატურული მხარდაჭერისა, ცალკე ინსტრუმენტული მხარდაჭერა არაფერი არ არის, თუ არა ადამიანური რესურსი. 2015 წლიდან კლინიკის ექიმების ახალი თაობა გაიზარდა, შეიქმნა ადამიანური რესურსი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მოხდა სრულიად დასავლური სტანდარტების და ყველა თქვენგანმა გაიარა პრაქტიკა, ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. არა მხოლოდ გაიარა, უწყვეტი mentorship-ი გულისხმობდა იმას, რომ ქალბატონი კრისტინა კილიც და გოჩა ხელაშვილის უწყვეტად ჩამოდიოდნენ ადგილზე. თავდაპირველად პირველი 5 წლის განმავლობაში იყო ხოლმე 4-ჯერადი ვიზიტები, დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში და ამის პარალელურად უწყვეტი ონლაინ ურთიერთობა. ამასთან ერთად ჩვენი ვიზიტები თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ფრიპორტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე ნორსვესტერნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ზოგადად ახლა რაც ეს პოდკასტები მიმყავს, ძალიან ბევრი ექიმს შევხვდი ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ინფორმაცია, განათლება სამედიცინო სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ აი ამ განათლებებმა მოგვიყვანა ჩვენ წარმატებაზე, როდესაც უცხოელები გვეხმარებოდნენ და ახალი ტექნოლოგიები და ახალი ინოვაციები შემოდიოდა. ახლა ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრს, თქვათ კრისტინა კილის სახელობის, რამდენი პაციენტი ყავს, აი თქვენთან აპრიცხვაზე რაოდენობის ონკოლოგიური პაციენტები არიან? დაახლოებით წლის განმავლობაში 700 პაციენტი იტარებს საშუალოდ გულისხმობ რიცხვს, რა თქმა უნდა, რადიაციულ თერაპიას და დაახლოებით 6000-ზე მეტი პროცედურა ტარდება ქიმიოთერაპიული, იმუნოთერაპიის, სისტემური მედიკამენტოზური მკურნალობის კუთხით. დაახლოებით 1300-მდე უნიკალური ახალი პაციენტი შემოდის თვის ჭრილში. 1300 ახალი პაციენტი, რომელსაც რადიაციული თერაპია. არა, ზოგადად ჩამურად უნიკალური პაციენტები. და თქვენთანაც ის იქნება ხომ ალბათ ესეთი მუშაობა, ერთობლივი მუშაობა რადიოლოგთან ერთად ჩართული იქნება, ვთქვათ, კლინიკური ონკოლოგი, ქირურგი ხომ რაღაცნაირად. დღევანდელ რეალობაში ონკოლოგია იქცა მულტიდისციპლინარულ გუნდად და რეალურად სხვანაირად ონკოლოგიური დაავადებების მართვა არ შეიძლება. არ არსებობს პაციენტი, რომელიც კომპლექსურ მიდგომას არ საჭიროებს. აუცილებლად ერთობლივად გუნდში უნდა იყოს პროფილური ქირურგი, აუცილებლად კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, პათოლოგანატომი, რადიოლოგი. და ყველა შემთხვევაში ამერიკასთან გადიხართ თქვენს ცენტრში, რომ მაგალითად თუ არის რთული სამედიცინო შემთხვევა, იქ კრისტინას უგზავნით, ბატონ გოჩას უგზავნით, აი რაღაც რა ხდება ამ თვალსაზრისით? ადგილობრივ გუნდს დამოუკიდებლად იდეალურად შეუძლია მართოს ნებისმიერი სირთულის კლინიკური შემთხვევა, თუმცა მეორე კუთხით არის ხარისხის კონტროლი. სადაც ადამიანის ფაქტორი არსებობს, ყოველთვის არსებობს შეცდომის ალბათობა. ხარისხის კონტროლი და ამერიკული სტანდარტი სწორედ ამას გულისხმობს, რომ უნდა გქონდეს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ ყველა შესაძლო შეცდომა თავიდან აირიდო. სწორედ ამას ამ ფუნქციას ითავსებს ქალბატონი კრისტინა კილიც და გოჩა ხელაშვილიც. კარგი, მოდი ესე შენი კლინიკური მიღწევების, შენი დეპარტამენტის კლინიკური მიღწევებზე რომ ვისაუბროთ, როგორი მიღწევები გაქვს, მიღწევები აქვს შენს დეპარტამენტს, რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტს. რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი ამ ეტაპზე ოპერირებს 4 რადიაციული ონკოლოგით, გვაქვს რეზიდენტურის პროგრამა და ძალიან ამაყივარ ვზრდით თაობას, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ახლო მომავალში. პრაქტიკულად მკურნალობთ სრული სპექტრით ყველა ტიპის პაციენტს, ვისაც შეიძლება გარეგანი რადიაციული თერაპია ჭირდებოდეს. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მიღწევაა დასავლეთ საქართველოსთვის, როდესაც ამ შესაძლებლობების მქონე დეპარტამენტი არსებობს ადგილზე.
იცი რა არის, მოდი ესეც შეკითხვას დაგისვავ. ძალიან ხშირად და როდესაც ძველი თაობის აპარატებზე ვსაუბრობდით ხოლმე, ძალიან ხშირად იყო იმ ძველი თაობის აპარატებზე, როდესაც არ იყო ეს ხაზოვანი ამაჩქარებელი, ადამიანები ამ რადიაციული თერაპიის შემდგომ იღებდნენ ხოლმე დამწრობებს, ხო? და უფრო დიდი არის ხივდებოდა და არა ის კონკრეტული ადგილი, რომელიც უშუალოდ სიმსივნითი არის დაზიანებული. აი ამ აპარატის კარგი მხარეები რომ ამიხსნა, რას აკეთებს ეს აპარატი? თანამედროვე წრფივი ამაჩქარებლები გვაძლევს საშუალებას, რომ დოზა მივიტანოთ ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის სიმსივნური წარმონაქმნი და ის უბანი, რასაც ჩვენ მაღალი რისკის უბნად ავიქვავთ. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მოვახდინოთ არა მხოლოდ მოცულობის, არამედ ინტენსივობის მოდულირება. შესაბამისად, დოზა მიდის მხოლოდ და მხოლოდ იმ არეში, სადაც არის ის უჯრედები, რომელიც ჩვენთვის არის სამიზნე. შესაბამისად, მიმდებარე ჯანსაღი და ნორმალური სტრუქტურები არის მაქსიმალურად დაცული. შესაბამისად, დამწრობაზეც, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ, რომ დამწრობას აქვს კონკრეტული ჩვენება, როდის შეიძლება იყოს და არის დასაშვები რომ იყოს და როდის არა. როდესაც მაგალითად კანის წარმონაქმნზე გვაქვს ჩვენ საუბარი და კანის მკურნალობას ვატარებთ, ამ შემთხვევაში კანზე თუ რადიაციული დერმატიტი, რასაც დამწრობის სახელით იცნობს საზოგადოება, არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ მკურნალობას არ ვატარებთ, ხო? რადიაციულმა თერაპიამ უნდა მიიტანოს ენერგია ქსოვილამდე და გამოიწვიოს აქ ავთვისებიანი უჯრედების კვდომა. როდესაც სამიზნე უბანს ზედაპირული ქსოვილი წარმოადგენს, აქ ჩვენ გვერდითი ეფექტები უნდა გქონდეს. კარგი, უყურე, შენ თქვი რომ მულტიდისციპლინარული გუნდი მუშაობს ძალიანად ონკოლოგიაში და გულწრფელად მიპასუხე. ამ გუნდის მთავარი რგოლი რომელი არის? რადიაციული თერაპევტი, ქირურგი თუ ქიმიოთერაპევტი? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ არ გინდა დედაც და მამაც ეგრე არ მითხრა. მაინც რას ფიქრობ რომ ამ მედიცინის ამ დარგში ხარ და მაინც რას ფიქრობ უფრო მეტად რომელი? მულტიდისციპლინარულობის გარდა ნელა-ნელა მედიცინაში დამკვიდრდა ესეთი ტერმინი ტრანსდისციპლინარული. რას ნიშნავს და რითი განსხვავდება ახლა ეს ორი ერთმანეთისგან? მულტიდისციპლინარული მიდგომის დროს იყო ხოლმე ესეთი კომენტარებიც, რომ ყველა საკუთარი მიმართულების დამცველი იყო და ტენდენციური მისი პროფესიის მიმართ. ტრანსდისციპლინარული მიდგომა უკვე გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების დაცვას პაციენტის ინტერესის გათვალისწინებით. რაც აბსოლუტურად ცვლის იმ კონცეფციას, რომ მულტიდისციპლინარულ გუნდს ლიდერი უნდა ყავდეს. და მაინც ჩემ შეკითხვას რო დაუბრუნდეთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანი, აი შედეგების რომელს უფრო აქვს, ქიმიოთერაპევტს, რადიოთერაპევტს თუ ქირურგს? ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ყველაფერს აქვს თავისი წესი. 21 საუკუნის მთავარი უპირატესობა მედიცინაში არის ის, რომ ზუსტად ვიცით, როდის რა უნდა გავაკეთოთ. ამის საშუალებას გვაძლევს მტკიცებითი მედიცინა და ის ჩატარებული კლინიკური კვლევები, რომლის საფუძველზეც ინფორმაცია დაგროვდა. არის დაავადებები, როდესაც წამყვანი როლი ეკუთვნის ქირურგიულ ჩარევას, არის დაავადებები, რომლის დროსაც წამყვანი როლი ეკუთვნის მედიკამენტოზურ მკურნალობას, არის დაავადებები, როდესაც მკურნალობის ძირითად მეთოდს რადიაციული თერაპია წარმოადგენს, ამიტომ დამოკიდებულია პაციენტზე, დაავადების სახეობაზე და გავრცელებაზე. ხო, ცოტა უხეში კითხვა დაგისვი, არასწორი, მაგრამ მაინტერესებდა როგორ უპასუხებდი, ხო? რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე დაახლოებით რადიაციული თერაპია შენს პაციენტებში? აი ჯამური მაქსიმალური დოზა დასხივების რამდენია ხოლმე და აი რა ხანგრძლივობა აქვს ძირითადად ერთ კურსს? ისეთ ძალიან ინდივიდუალურია. გააჩნია მიზანს, გააჩნია დიაგნოზს, გააჩნია რისთვის ვიყენებთ რადიაციულ თერაპიას. არის შემთხვევები, როდესაც პალიატიური რადიაციული თერაპია შესაძლოა ერთ პროცედურაში დასრულდეს. სტერეოტაქსიული რადიოქირურგიის შემთხვევაში ერთ დღეში დასრულდეს ასევე. არის ხანგრძლივი კურსი, მაგალითად თავკისრის სიმსივნეების შემთხვევაში კონკურენტული მკურნალობა 35 პროცედურას გულისხმობს, რაც არის ჯამურად 7 კვირა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შაბათ-კვირის გარდა. ასე რომ ეს იმდენად ინდივიდუალური პროცესია, რომ კონკრეტული რიცხვი აქ არ არსებობს. დასხივებისთვის მაინც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის უცხოეთის კლინიკებში, ხო? მან თურქეთი არის ძალიან პოპულარული. აი, როგორ ფიქრობ? ამის საჭიროება დგას
ამ კითხვაზე ძალიან მარტივად გასცემს პასუხს 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც გამოქვეყნდა IEA-ის მიერ, სადაც რუქაზე გადანაწილებით ფერებით არის აღწერილი, რომელ ქვეყანას რა შესაძლებლობები აქვს რადიაციული თერაპიის მიმართულებით. ძალიან ნათლად ჩანს, რომ საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების და სხვათა შორის ერთეული ქვეყნების რაოდენობას განვითარებულ დასავლეთთან ერთად, სადაც რადიაციული თერაპია არის მაღალ დონეზე განვითარებული და გარდა ამისა, პროგნოზიც გაკეთებულია 2030 წლისთვის იმ ქვეყნების, ვინც შეძლებენ დამდგარ საჭიროებებს უპასუხონ თავიანთი როგორც აღჭურვილობით, ასევე ადამიანური რესურსით და ინტელექტუალური რესურსით და აქაც საქართველოს დასავლეთ ქვეყნებთან ერთად იშვიათ ქვეყანას წარმოადგენს. ანუ ამის საჭიროებას ვერ ხედავ შენ. ანუ საქართველოში თქვათ საქართველოში რადიაციული თერაპია სრულად აღჭურვილია იმისთვის, რომ მოსახლეობას მიაწოდოს შესაბამის სერვისი. კარგი. სასწავლებლებს გჯერა მედიცინაში და შენს კლინიკურ პრაქტიკაში მომხდარა სასწაული? ექიმს, რომელსაც სასწავლების არ ჯერა, ალბათ ექიმი ვერც იქნება. ასევე ვარ მეც ყოველდღიურად როცა ვიღვიდებ ზუსტად ვიცი რომ რაღაცა ისეთი მოხდება დღის განმავლობაში რაც მანამდეც არ მინახია. ასევე როდესაც დილით ყავასო აუცილებლად პარალელურად სტატიებს კითხულობს ხო ექიმების უმრავლესობა შეგრძნება გაქვს რომ რაღაცა ისეთ სიპოვი რაც მანამდეც არ იცოდი და რაც შენ პრაქტიკას კიდევ უფრო წინ წაწევს რაღაც ახალ აღმოჩენას გააკეთებ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარები. პრაქტიკაში სასწავლობის მჯერა, იმიტომ რომ მინახია. აბა კონკრეტული ერთი სასწაული მითხარი. კონკრეტულ ერთს ესე ვერ გამოყოფ. მქონია შემთხვევები, როდესაც პროგნოზი არც თუ ისე კეთილსაიმედო იყო, მაგრამ დღესაც ხვდებით ამ პაციენტებს. რაც ძალიან ემოციურია ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ თვითონ პაციენტთან ერთად იმდენ შრომასდებ და იმდენ ემოციასდებ, რომ ის შენი სულიერი სამყაროს ნაწილი ხდება ყოველთვის. ხო, იცი რა არის, ეს ბრძოლა ექიმმა და პაციენტმა ერთად უნდა გაიარონ, ხო? და მე საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს იმედი. ახლა ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტი შეიძლება გვისმენდეს ჩვენ. და მედიცინა ონკოლოგიის მიმართულებით ძალიან ვითარდება. და სულ ისმის საზოგადოებაში კითხვა, როდის გამოიგონებენ კიბოს წამალს, ხო, მაგრამ ეხლა ძალიან ისეთია ნაივისტური შეკითხვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახეობის კიბო არსებობს და ერთი წამალი რომ გამოიგონონ, ამ ყველა სახეობის კიბოს ბუნებრივია ვერ მოარჩენს, მაგრამ რაღაცა შეიძლება მექანიზმი, ხერხი გამოიგონონ. აი დღეს რა ხდება მსოფლიოში მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საუბრობენ მაგალითად კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რამე პერსპექტივა გვაქვს ჩვენ რომ რაღაცას სოფლიოში დიდი წარმატება გველოდება ამ მიმართულებით. კი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად უამრავი კლინიკური კვლევა ინიცირდება და ამჟამადაც არაერთი კლინიკური კვლევა მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება ვაქცინებს, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ ჩვენ უნდა გამოვყოთ და ასევე მსმენელამდე მივიტანოთ, ეს არის HPV ვაქცინა. ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა. მადლობა, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია და ალბათ თითოეული არა მხოლოდ მედიცინის, თითოეული ადამიანის მოვალეობა, რომ ეს ინფორმაცია მიიტანოს რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე. იმიტომ რომ ეს ვაქცინა არა მარტო საშუალოსნოს ყელისგან იცავს ადამიანს, მაგალითად მამაკაცებში იცავს ასოს კიბოსგან, ანუსის კიბოსგან, თავკისრის სიმსივნეებისგან და HPV ვაქცინაცია უნდა ტარდებოდეს არა მხოლოდ ქალბატონებში, ხშირად ეს განცდაც არის ხოლმე პოპულაციაში, რომ ეს HPV ვაქცინა მხოლოდ ქალმა უნდა ჩაიტეროს, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ასოცირდება ხოლმე საშუალოსნოს ყელის კიბოსთან. თუმცა ესეც არის რეალურად, იმიტომ რომ საშუალოსნოს ყელის კიბო თითქმის სრულად პრევენტაბელურია თუ კი HPV ვაქცინაციას ვატარებთ. ეს არის დაავადება, რომელიც ძირითადად გვხვდება ახალგაზრდა შრომისუნარიან ქალბატონებში, რომელიც აგრესიულობით ეცხასიათდება, ლეტალობის მაღალი მაჩვენებლითაც, მაშინ, როდესაც მისგან თავის დაცვა შესაძლებელია. ხო და თავის მიმდინარეობით, რომ თქვა კლინიკურად რო განვიხილოთ, ხომ საშუალოსნოს ტანის კიბო არსებობს და საშუალოსნოს ყელის კიბო. საშუალოსნოს ყელის კიბო ბევრად უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, ვიდრე მაგალითად საშუალოსნოს ტანის კიბო და მისი პრევენცია შესაძლებელია სწორედ აი ამ ვაქცინით და ძალიან კარგია თუ ამ
მასიურად მოხდება და ეს ძირითადად პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრეროგატივაა, იმიტომ რომ ყველას უნდა მოუწოდონ გოგოებსაც და ბიჭებსაც რომ აიცრან ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ის ვთქვათ, რომ რაც უფრო ადრეულია ვაქცინაცია, მით უფრო ეფექტურია იმუნური პასუხი. ხო და ასევე მეორე ვაქცინა, რომელიც დღეს მედიცინას აქვს და ეს ვიცით B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ქრონიკული B ჰეპატიტი, ვიცით რომ ასევე იწვევს ღვიძლის კიბოს და თუ B ჰეპატიტზეც აიცრება ადამიანი, ესეც ერთგვარი პრევენცია არის, რომ მას აღარ დაემართება უკვე ღვიძლის კიბო და თან B ჰეპატიტი ძალიან ვერაგი დაავადება, ქრონიკული თუ დელტასთან ერთად გართულდა, იქ უმძიმესი შედეგები ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ ონკოლოგია გარდა ვირუსებისა შეწირდულია მულტიფაქტორულ გარემოსთანაც, ხო? არსებობს როგორც ადამიან დამოკიდებული, ასევე გარემო დამოკიდებული ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების განვითარებაში მონაწილეობენ. მარტივად რო ავიღოთ სიგარეტის მოწევა, ვიცით რომ ფილტვის კიბოს შემთხვევების 80% დაკავშირებულია სიგარეტთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი. ფილტვის კიბოთი ბევრი პაციენტია ახლა შენთან? კი, სამწუხაროდ კი. რომელი ფორმა უფრო ჭარბობს, წვრილუჯრედოვანი თუ არაწვრილუჯრედოვანი? არაწვრილუჯრედოვანი რასაკვირველია სტატისტიკურადაც უფრო ხშირია, რეალურ პრაქტიკაშიც უფრო ხშირია. თუმცა ზუსტად ვიცით არის ის, რომ წვრილუჯრედოვანის და არაწვრილუჯრედოვანი შეჭიდულია მეტნაკლებად სიგარეტის, 80%-ში განპირობებულია სიგარეტის მოწევით და ესეც მიეკუთვნება იმ დაავადების რაოდენობას, თუ კი რისკ ფაქტორს მოუხსნით, მისი სტატისტიკაც რო შემცირდება ქვეყნის შიგნით. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით ვიცით, რომ საქართველოში დაახლოებით პოპულაციის 57% ეწევა სიგარეტს. არასდროს ეწეოდი შენ? არასდროს. არც გაგისინჯავს? ძალიან კარგი. უყურე რა მინდა გკითხო. შენ ხარ ონკოლოგი და შენი მშობელი არის ონკოლოგიური დაავადებით დაღუპული. ეგრეა ეს ისტორია მომეყვე როგორ იბრძოლე და მოხდა რატომ არ გამოვიდა. ონკოლოგიაში არის შემთხვევები, როდესაც შეგიძლია ძალიან გაიმარჯვო. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ძალიან დამარცხდე. ეს არის ის მიმართულება, სადაც ძალიან დიდი სიხარულიდან ძალიან დიდ ტრაგედიამდე შეიძლება მიხვიდე. ჩემ შემთხვევაში ალბათ ყველაზე რთული გამოწვევა იყო და ყველაზე რთულია იყო ოჯახის წევრის ექიმი და ებრძოლო ონკოლოგიურ დაავადებას. რა მოხდა? გამოგეპარა სკრინინგი? არა, იმიტომ რომ მამაც ონკოლოგიური პაციენტია, დედაც. დედას შემთხვევაში იყო ის, რომ 1 წლის სკრინინგი ჩავაგდეთ. და სწორედ ეს აღმოჩნდა ის 1 წელიწადი, რომელიც არ უნდა გამოგვპარვოთ. არ და დედა ექიმია, ქირურგია. მაგრამ რაღაცა ისე მოხდა, რომ რაღაცა 1 სკრინინგი მარტივად უბრალოდ არ ჩავიტარეთ. დედა დღემდე კარგად არის. 7 წელი გავიდა დიაგნოსტირებიდან და ძალიან მიყვარხარდე. მამაჩემის შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ წავაგე. დაუმარცხდი. გაგეპარა მამასთან რამე? არა, მამას დიაგნოზი იყო თავის ტვინის ავტისებიანი სიმსივნე, გლიოპლასტომა, გრეიდი 4, რომელიც დღევანდელ რეალობაში ითვლება დაავადებად, რომლის საშუალო გადარჩენადობა არის 6-8 თვე. ეს არის დაავადება, რომელიც ჰქონდა მაკეინს. დიაგნოსტირებიდან 4-6, ზუსტად არ მახსოვს 4 თვე იყო თუ 6 თვე, გარდაიცვალა. შესაბამისად, მარტივი კორელაციის გაკეთება შეიძლება იმისი, რომ არ არსებობს ხო უფრო მეტი ძალაუფლება, უფრო მეტი რესურსები, ვიდრე ამერიკის სენატორს შეიძლებოდა ქონოდა, მაგრამ ისიც დამარცხდა ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ონკოლოგიაში ყველა დაავადება ერთნაირად არ მიდის. ყველა დაავადება განაჩენი არ არის და არსებობს დაავადებებიც ასევე ამის პარალელურად სადაც შეიძლება დამარცხდე. მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, იმიტომ რომ შენ არის შემთხვევაში სასწაულს ელოდი. კი, ყოველთვის, ყოველ დღე. რა ხდება მაშინ, როცა სასწაული არ დგება? ძალიან დიდი დანაკლისი. მაგრამ მანდაც მნიშვნელობა აქვს, როგორ გაივლი ამ გზას. პაციენტის სიცოცხლის ხარისხი არის ის
რაც არასდროს არ უნდა დაკარგო. და მამაჩემის შემთხვევა კიდე ერთი ნათელი მაგალითი იყო იმისი, რომ ამოსავალ წერტილს ყოველთვის სიცოცხლის ხარისხი წარმოადგენს. რას გულისხმობს სიცოცხლის ხარისხში? აი, მოდი სვენელს რომ განვმარტოთ, ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ აღსასრულს, ხო, ღირსეულად გასვლას ამ ქვეყნიდან, რომ არ უნდა ტკიოდეს ადამიანს, ეს სამნიშნულოვანი, იმიტომ რომ ტკივილი უნდა იყოს გაყუჩებული და პირდაპირ ტკივილი ტანჯვასთან არის ხომ ასოცირებული. ასევე არის სხვა საკითხები, ხომ, თქვათ იქ მოპყრობა, სამედიცინო პროფესიონალისა, ექიმ, პაციენტის მიმართ და ასე შემდეგ, ხო? აი ონკოლოგიას ეს მიმართულება როგორ აქვს დალაგებული? აი თუნდაც პალიატიური მზრუნველობის ნაწილი. და ალგოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიაში, იმიტომ რომ ბოლო სტადიებზე ძალიან ბევრ პაციენტს ძალიან საშინელი ტკივილი ტანჯავს. ტკივილის მართვის ცენტრები დღევანდელ რეალობაში უკვე ბევრ კლინიკას აქვს. ამიტომ მეტნაკლებად ტკივილის მართვის პრობლემა მოგვარებულია, თუმცა პრობლემური რჩება დღემდე პალიატიური ზრუნვა. პალიატიური ზრუნვა მით უმეტეს რეგიონებში კიდევ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია, თუმცა ჩემთვის მაინც პალიატიური ზრუნვა უფრო მეტად ასოცირდება ხოლმე ოჯახთან ერთად ყოფნასთან. მაქსიმალურად ბევრი დრო და მჭიდრო კონტაქტი ოჯახის წევრებთან. და საღიგონება? და საღიგონება. ეთუნა, შენ თქვი, რომ მამასაც შენ პირადად მკურნალობდი. უმალავდი დიაგნოზს? არა. არასდროს. და მას თუ დაუსვავ შენთვის შეკითხვა, მოუკვდები? ყველა მოუკვდებით ადრე თუ გვიან. ეს იყო შენი პასუხი? ყოველთვის ეს იქნება ჩემი პასუხი, ჩემთვისაც. ადამიანს აქვს უფლება იცოდეს რის წინააღმდეგ იბრძვის. მე თვითონ ჩემ თავზე ძალიან ხშირად მიფიქრია, როგორ მენდომებოდა. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ვაპატიებდი ტყუილს ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. ხო, ძალიან საშინელებაა და ჩემთვისაც ყველაზე ბოროტი იქნება ის ადამიანი, რომელიც რაღაცას ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაიმალავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიცოცხლის ლიმიტს რო განსაზღვრავ, იმ დროს უფრო ხარისხიანად გავლი, თუნდაც იურიდიულ ნაწილს მოაგვარებ ანდერს, უფრო მეტ დროს გავატარებ ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან და უფრო მეტად ნაყოფიერად განვლი ჩემს ცხოვრებას. თუმცა საქართველოში წლების განმავლობაში ასე იყო, რომ როდესაც ონკოლოგიური პაციენტი მიდიოდა კლინიკაში, ყველა მიცოდა ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი დიაგნოზი და ამ პაციენტს არ უმალავდნენ, რომ იცოდა მისმა მეზობელმა, დეიდაშვილმა, მამიდაშვილმა, რა ვიცი, მაღაზიის გამყიდველმაც კი, რომ იმ ადამიანს კიბო ჰქონდა ან რამე ტიპის ავტისებიანი სიმსივნე. კანონშიც ასეთი ჩანაწერია, ხომ, ან ბიოეთიკურად, რომ პაციენტ ექიმმა არ უნდა დაუმალოს პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ვწდები სწორი დეფინიცია, თუ ეს ინფორმაცია მას არ მოუტანს ზიანს და უკვე ზიანის განმარტება ალბათ ფსიქოემოციური ფონი უნდა გაითვალისწინო პაციენტს. ახლა ეს მიდგომა შეეცვლილია, აი გიწევს პაციენტებისთვის პირდაპირ უთხრა, რომ შენ გაქვს ყიბო. ბოლო 10 წლის განმავლობაში, რასაც მე ვაკვირდები, შემიძლია ზუსტად გითხრა, რომ ამ 10 წელიწადში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. მართალია შიში ამ დაავადების მიმართ რჩება და ალბათ კიდე დიდი ხანი იქნება საზოგადოებაში ეს შიში, მაგრამ ეხლა ძალიან ხშირად მყავს პაციენტი, რომელიც საერთოდ დამოუკიდებლად მოდის კონსულტაციაზე. 10 წლის წინ უფრო მეტად იყო ხოლმე, როდესაც პირიქით ოჯახი მოდიოდა პირველად კონსულტაციაზე, ვიდრე დაუშვათ რაღაცა ზოგად ინფორმაციას შეაგროვებდნენ ხოლმე. წეგან როდესაც კითხვა დამისვი ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი შემთხვევა გამახსენდა, როდესაც პაციენტს დაენიშნა ბიოპსია და გვირეკავს ქირურგი, რომ მთელი სოფელია ჩამოსული პაციენტის გარეშეო. ხო? კი. ნუ აი, ხო, მარტივია, მაგრამ ესაც ხდება. კი, ალბათ დღესაც ხდება, არ ვიცი. იცი რა არის
ხო, ეს რაღაცნაირად ჩვენი საზოგადოების სტიგმაც არის, იმიტომ რომ მე დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ ადრე იყო ერთი ონკოლოგიის ნაციონალური კვლევითი ცენტრი, რომელიც იყო ლისის ტბის ტერიტორიაზე და მე მახსოვს, რომ ადამიანებს ვაჟაზე რო გადიოდნენ და ის შენობას მოუჩანდა ხოლმე, ძალიან სტიგმის შემცველი იყო, რომ შეხედავდი, გაშინებდა იქ მისვლაც, რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს რო ხედავდი, რომელსაც თმა არ ჰქონდა ხომ რაღაცნაირად ის იყო. ეს ძალიან კარგია, რომ დეცენტრალიზაცია მოხდა ონკოლოგიის და მხოლოდ ერთ პროფილურ დაწესებულებაში არ ხდება ამ დაავადების მხოლოდ მკურნალობა, იმიტომ რომ ეს მეტნაკლებად სტიგმასაც უფრო ანელებს. კი, ზოგადად შიშს რა იწვევს? შიშს იწვევს ინფორმაციის დეფიციტი, ინფორმაციის არარსებობა. სოციალურმა ქსელებმა, ინტერნეტმა შეცვალა ძალიან ბევრი რაღაცა. ბევრი ინფორმაცია, რაც მაშინ ხელმისაწვდომი არ იყო, დღეს თავისუფლად ხელმისაწვდომია ადამიანისთვის და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი დაავადების შესახებ გაიგოს არა მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაცია, ასევე შევიდეს ნახოს გაიდლაინი, როგორ იმართება დღევანდელ რეალობაში მისი დაავადება. ძალიან მიყვარს ხოლმე, როდესაც პაციენტი კონსულტაციაზე მოდის ამ ინფორმაცია მიღებული, იმიტომ რომ კონსულტაცია ბევრად უფრო ეფექტურია ხოლმე. ზუსტად იცის რა აინტერესებს და ზუსტად იცის რა უნდა, რა სჭირდება შენგან. შესაბამისად, ეს სტიგმაც დროსთან ერთად ვფიქრობ, რომ დაძლევადია. ძალიან ბევრ ადამიანს ზოგადად უფრო მეტად რადიაციული თერაპიის იმედად არ ეშინია სიტყვა ქიმიის გაგების სტიგმა უფრო აქვს და სულ ამაზე რაღაცნაირად ფიქრობდი ხოლმე, რომ ნებისმიერ წამალი თქვა პირობითად მაგ ნახში რო ავიღოთ ყველაზე მარტივი წამალი, ისიც ქიმიური შემადგენლობა, ისიც ხო ქიმია, ხო ისიც. და ეს ქიმიოთერაპიის სტიგმა ასევე ძველი დროიდან მოდის, ხომ? ახლა ბევრად უფრო მარტივად ხდება თქვათ ეს მედიკამენტოზური თერაპია ონკოლოგიაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაცვა გაქვს, გულისრევის კომპონენტი მინიმუმამდეა დასული, სხვა გვერდითი ეფექტების მარტო უკვე ძალიან თავისუფლად შეიძლება, ვიდრე ეს მაგალითად 30 წლის უკან ხდებოდა, ხომ? 30 წლის უკან მე მახსოვს, პირდაპირ განზავებაც არ ხდებოდა, პირდაპირ მაგალითად ის წითელი წამალი დასახელება არ მინდა, პირდაპირ ვენაშიც შეყავდათ ხოლმე, იყო ასეთი შემთხვევები და ამიტომ აი ეს ინფორმაცია ონკოლოგიასთან მიმართებით უნდა მოედინებოდეს და ხშირად უნდა საუბრობდნენ ადამიანები ამაზე, იმიტომ რომ 13600 წელიწადში ახალი შემთხვევა შეიძლება ეს ციფრი მეტია, ნაკლებია, ხო? ამიტომ ვინც პირველად გებულობს, ალბათ ძალიან მძიმე ემოციურ კრიზისს განიცდიან ეს ადამიანები, ხო? კი, ქიმიოთერაპია ბევრად უფრო ემოციურია ხოლმე პაციენტისთვის მის საჭიროების შესახებ, როდესაც იგებენ. აქაც მარტივია, იმიტომ რომ გამოცდილება, რაც ხა შენახსენე 30 წლის წინ აბსოლუტურად სხვა იყო იმისგან, რაც დღეს არის. მაგრამ ამ დალექილ ინფორმაციას განახლება მუდმივად სჭირდება. დღევანდელი მედიკამენტები ბევრად განსხვავდება იმ მედიკამენტებისგან, რაც იყო 30 წლის წინ. რაოდენობრივადაც, რაც 30 წლის წინ იყო ხელმისაწვდომი სხვადასხვა დაავადებისთვის, დღეს ბევრად ფართო არსენალი არსებობს ამ მედიკამენტების. ქიმიოთერაპიის გარდა პარალელურად დაიხოც ისეთი მიმართულებები, როგორც არის სამიზნე თერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია. ჭკვიანაბებს რასაც ეცახა. კი ბატონო, ეს ჭკვიანიაბები ეგრეთ წოდებული გვერდითი ეფექტების გარეშე არც ამ მკურნალობით არ ხდება შედეგის მიღება, გვერდითი ეფექტები მათაც აქვთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცა ის ძველი ინფორმაცია არსებობს ქიმიოთერაპიის შესახებ, რომელიც საზოგადოებაში დალექილია და ამასაც დრო დაჭირდება აუცილებლად, შიშს ქიმიოთერაპიის დასახელება უფრო მეტად იწვევს, ვიდრე დანარჩენი ან იმუნოთერაპია ან თარგეტული თერაპია მაგალითად. ხო, თან რომ ვფიქრდები ხომ დიდ ადამიანებს უფრო ეშინიათ და რამდენი პატარა ბავშვი გადის ხომ აი ამ ქიმიოთერაპიის კურსს, ხო, თუნდაც იგივე სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში და არასოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში. იცი რა მინდა შეგეკითხო? ასევე აი ამ სტიგმის გამო ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის სწორედ სკრინინგზე. რომ ვაიმე რაღაცა არ მქონდეს, ვაიმე რაღაცა არ აღმოგაჩნდეს. აი ეს შიში
შემდგომ არ მისვლა ამ სკრინინგულ კვლევებზე, რომლებიც არის ქალისთვის, ხომ, ეს ძუძუს სკრინინგი, საშუალო სხეულის სკრინინგი, მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი და ასე შემდეგ. ანუ კი იზრდება, მაგრამ კულტურაში აი ამ შიშის გამო მაინც ვერ ჩაჯდა რაღაცნაირად, იმიტომ რომ მოცვა სკრინინგის არ არის რაც თუ ისე მაღალია ჩვენ ქვეყანაში. არამედ თუ მაღალი, არამედ დაბალია ძალიან. პოპულაციის ძალიან მცირე ნაწილი მიმართავს სკრინინგულ კვლევებს, რაც პირდაპირ აიხსახება შემდგომ იმ სტადირების სტატისტიკასთან, რაც გვაქვს საქართველოში. შემთხვევათა უმრავლესობაში საქართველოში დიაგნოსტირდება მესამე ან მეოთხე სტადიის სიმსივნეები და ძალიან დაბალი გვაქვს პირველი და მეორე სტადიის შემთხვევაში დიაგნოსტიკა. შესაბამისად გვაქვს მდგომარეობა ის, რომ გადარჩენადობაც ბევრ იმ ქვეყანასთან შედარებით, სადაც სკრინინგი კარგად მუშაობს, შედარებით დაბალი გვაქვს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სკრინინგი გახდეს ჩვენი კულტურის ნაწილი. რომ წელიწადში ერთხელ აუცილებელია სკრინინგული კვლევების ჩატარება, არა მხოლოდ კონკრეტულად ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება არსებობს, რომლის ადრეული დიაგნოსტიკაც უკეთეს შედეგს გვაძლევს ხოლმე, ვიდრე გვიან ჩარევა. აქედან გამომდინარე საქართველოში არსებობს სკრინინგი, რომელიც არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და არის უფასო. და განსაკუთრებით მოდი ვთქვათ ისიც, რომ ძუძუს კიბოს მკურნალობაც რადიკალურად შეცვლილია, ხო? ახლა როგორც ან ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც ახლა დღეს მაგალითად დაუწევს ძუძუს კიბოს დიაგნოზა და თუ ეს ადრეულ სტადიაზე, ის ფაქტობრივად 100%-ით განიკურნება და ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება და ასეთივეა ძალიან ბევრი სიმსივნე, ხო? მაგალითად პროსტატის კიბოს კონკრეტული ფორმები, სათესლე ჯირკვლის სემინომა, რომელიც არის ძალიან მარტივად ეკონდებარება და ბევრი სხვა სიმსივნე. ძალიან ბევრი სიმსივნე. მელანომაც რო ავიღოთ, ხომ თუ X stage 0 stage-ზე აღმოაჩენ მელანომას, გააკეთებ რადიკალურ ოპერაციას, კურნალობაც არ უნდა და ის მთელი ცხოვრება იქნება თავისუფალი ამისგან. ნამდვილად, ასე რომ არსებობს სიმსივნეები, რომელიც სიკვდილის მიზეზი არ ხდება. ხო, არ ხდება და ძალიან ბევრ დაავადება შეიძლება ჯობდეს მაგალითად ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი კიბო. როგორ რეაგირებენ ხოლმე შენი პაციენტები, როდესაც იგებენ სიტყვა კიბოს? ანუ რა რეაქციები აქვს, როდესაც უხსნი, რომ იცი რა შენ კიბო გაქვს? არ არის მარტივი ამ ინფორმაციის მიღება. უბრალოდ ყველა ამ დიაგნოზთან ვინც იბრძვის და ვინც ამ დიაგნოზს იგებს და ისმენს, პირველი რაც უნდა გაითავისოს, ვიდრე ამ სიტყვამდე მივალთ, არის ის, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება. შესაბამისად ეს არის დაავადება, რომელთან ერთადაც თანაცხოვრება უნდა ისწავლო. მარტივად რო შევადაროთ მაგალითად დიაბეტი, ხო? დიაბეტთანაც პაციენტი თანაცხოვრებას სწავლობს და ამ დაავადებას მართავს. ასევე თანაცხოვრება შესაძლებელია ონკოლოგიურ პათოლოგიებთანაც. უბრალოდ მოლოდინი ამ შემთხვევაში მკურნალობის შემდგომ გვაქვს ხოლმე ონკოლოგიურ პათოლოგიებს გულისხმობის, რომ ეს დაავადება შესაძლოა დაბრუნდეს უკან. მაგრამ ამ შემთხვევაში იარაღი არსებობს, ხო? 3 თვეში ერთხელ მუდმივი მონიტორინგი, რაც გაძლევს საშუალებას იმას, რომ წლების შემდეგ უფრო ამცირებ ამ მონიტორინგსაც, ხო? რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი მთავარი ფარიც, ხმალიც და იარაღიც ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. იმ შემთხვევაშიც თუ დაავადება ბრუნდება უკან, გაქვს საშუალება უმკურნალო, ხო? რაც ადრეულად ჩაერევი და ადრე აღმოაჩენ დაავადების უკან დაბრუნებას, მით უფრო მეტი გვაქვს მოლოდინიც. მოდი შედეგებზე ვისაუბროთ ონკოლოგიის შედეგებზე. შედეგი არის ისიც, მაგალითად კურნალობის შედეგი, რომ სიმსივნემ პროგრესირება აღარ გაიცადოს, აღარ გაიზარდოს, არ მოქცეს სხვა შორეული ტიპის მეტასტაზი, ხომ? როდეს თუ სტაბილიზაციას ინარჩუნებ, ესეც კი შედეგია და ხშირ შემთხვევაში ეს თანამედროვე კურნალობის მეთოდები სრულად ალაგებენ ხოლმე პროცესებს, ხომ? შედეგები შეიძლება იყოს სრულად განსხვავებული ერთმანეთისგან. როდესაც რადიკალურ მკურნალობაზე გვაქვს საუბარი, ვსაუბრობთ ხოლმე, როდესაც ეს დაავადება სრულად უნდა გახდეს უხილავი. როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული კვლევებისთვის. არსებობს ასევე ნაწილობრივი პასუხი, არსებობს სტაბილიზაცია, არსებობს პროგრესირება. წინასწარ განსაზღვრო რა შედეგი შეიძლება დადო, ამისი პროგნოზირება შეუძლებელია, იმიტომ რომ ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული. ახლა არ შეგვიძლია ალბათ მეცნიერება რომ განვითარდება რაღაც დროს რაღაცებს აღმოაჩენენ, ხომ? და ამ შედეგი უფრო განსაზღვრადი იქნება. მაგალითად, ძუძუს კიბო
კიბოს შემთხვევაში ჰერორ რეცეპტორები რაც იყო ადრე ხომ არის საზღვრებოდა და სტანდარტულად ყველას მკურნალობდნენ და რამხელა გარღვევა იყო ხომ აი ამ რეცეპტორების მედიკამენტებიც არ არსებობდა მაგრამ არც ვიცოდით რომ აი ის პირობითად მაყურებელს გასაგები რომ იყოს რომ ეს კიბოს უჯრედის ჯავშანი იყო სადაც ეს ქიმიოპრეპარატი ვერ აღწევდა ხო აი ხო მარტივი განსაზღვრება მივეცი უფრო სწორად რეცეპტორი ხო ნუ რაღაცა რომ წამოვიდნენ კიბოს უჯრედის ჯავშანი სადაც იმ ქიმიას აკეთებდი და იმ ჯავშანს ვერ არღვევდა ანუ ეს მარტივი გლეხური ენით რეცეპტორს არ ერგებოდა იმიტომ რომ სიმსივნურ უჯრედებს ჰერი რა არის ანუ ეს არის უჯრედული მემბრანული რეცეპტორი რომელიც ამ უჯრედს უზრუნველყოფს უნარით რომ თვითონ საკუთარ თავს უთხრას გამრავლდი და გაიზარდა შესაბამისად, როდესაც ეს რეცეპტორი აღმოჩნდა და იდენტიფიცირდა, შესაბამისი სამიზნე მკურნალობაც დღესდღეობით უკვე ხელმისაწვდომია. ხო და აი პროგნოზების დაგეგმვაც რაღაცეების აღმოჩენა მოხდება ჩემი აზრით ონკოლოგიაში და შემდგომ პროგნოზები ბევრად უფრო გათვლადი გახდება. არ ფიქრობ ესე? მე უფრო მგონია, რომ პრევენცია უფრო მეტად დაიხვეწება და სკრინინგი და რაოდენობა შემცირდება შესაბამისად. თუმცა მოლოდინი, რასაც სტატისტიკურად დღეს პროგნოზირებას ვაკეთებთ არის ის, რომ როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში ონკოლოგიური პათოლოგიების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გვექნება დაახლოებით 2050 წლისთვის. ამიტომ ის რა ფაქტორებზე იქ არის დამოკიდებული? გარემოს დაბინძურება, პოპულაციის დაბერება, თანმხლები გენეტიკური პათოლოგიების დაგროვება პოპულაციურ დონეზე და ბევრი ფაქტორია ძალიან. ცხოვრების არაჯანსაღი წესი მაგრამ ეხა უფრო მოდურია ჯანსაღი წესი ცხოვრების. ეთუნა, აი კიბოს ვირუსულ ეტიოლოგიაზე მაგალითად და ბევრი წლის უკან რო ვიღაცისთვის გეთქვა დაქცინებდნენ. მაგრამ კიბოს აქვს ვირუსული ეტიოლოგიაც, ხო? ზოგიერთ შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში არც ვიცით, შეიძლება კონდეს კიდეც, ხო? და ჯერ არ ვიცოდეთ. აი ხო, როცა ვირუსებზე ვსაუბრობთ, ადამიანის პაპილომა ვირუსი თვალსაჩინო მაგალითია, ხო? ბ ჰეპატიტის ვირუსიც თვალსაჩინო მაგალითია. ეპშტაინ-ბარი, ასევე ბაქტერიული ნაწილიდან ჰელიკობაქტერი, ხო, ლიმფომებს, ხოჩკინის ასევე ცხვრხახის სიმსივნე. აივიც ასევე ხო, თქვა არა ხოჩკინის ლიმფომების, კაპოშის სარკომის გამომწვევი, ხო? მუდმივად მუშაობს ეპიდემიოლოგიის მიმართულება იმ ნაწილში, რომ აღმოაჩინოს რა არის გამომწვევი მიზეზები. ეპიდემიოლოგიური და ბაზისური სამეცნიერო კვლევები გვაძლევს საბოლოო ჯამში მკურნალობის მეთოდებზე გასვლის საშუალებას. ზუსტად წეგნ ვსაუბრობდით ახლა ჰერზე ხო, აღმოჩნდა რა იყო უჯრედულ დონეზე პათოლოგიის მიზეზი, მერე მკურნალობა შესაბამისად მიება. ზუსტად ესეა, ყოველდღიურად მუშაობენ მეცნიერები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მახასიათებელი და მეტი რისკ ფაქტორი აღმოაჩინონ, როგორც შემდგომ პრევენციის კუთხით იმუშაონ, ასევე დიაგნოსტირების და მკურნალობის ნაწილები დახვეწონ. ასევე მოდი ვთქვათ, რომ ონკოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც არის ძალიან ძვირად ღირებული. იქ ვთქვათ მედიკამენტოზურ თერაპიას რომ შევეხოთ, შენი დარგი ძალიან ძვირად ღირებულია და მედიკამენტოზურსაც რომ შევხედოთ, არის რიგი წამლები, ახალი თაობის პრეპარატები, რომლებიც გამოდის ფარმაკომპანიები, აი შეიძლება მკურნალობის კურსი დაგიჯდეს მაგალითად 300 მილიონამდეც კი ავიდეს. ვიდრე მედიკამენტი ჩაეშვება, ასე ვთქვათ, ღია ბაზარში, სადაც პაციენტს შეუძლია ეს მედიკამენტი შეიძინოს, ყველაზე ძვირი რაც ჩდება, ეს არის კლინიკური კვლევები. იმისთვის, რომ რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ შექმნას ახალი მედიკამენტი, ძალიან დიდი პროცესი უნდა გაიაროს, როგორც პრეკლინიკური, ასევე კლინიკური. პრეკლინიკურში დაახლოებით მედიკამენტების 99% იბლოკება და კლინიკურ კვლევაზე აღარც გადადის ხოლმე. კლინიკური კვლევის დაწყების შემთხვევაშიც რამოდენიმე ფაზა უნდა გაიაროს ნებისმიერმა პრეპარატმა. პირველი ფაზის, მეორე ფაზის, მესამე ფაზის და შემდგომ უკვე მარკეტინგულ ნაწილში მეოთხე ფაზაც. იმისთვის, რომ მედიკამენტი აღმოჩნდეს რეალურ ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში, ბევრი და ძალიან დიდი დანახარჯია საჭირო. კლინიკურ კვლევებში ასობით და ათასობით პაციენტია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ მერე ვიცოდეთ, რომ ეს არის ის მტკიცებულება, რომელიც არ არის მიკერძოვებული და შედეგი, რომელიც რეალურად მუშაობს. ხო, მართალი ხარ და მე ვფიქრობ, რომ ასევე ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში აუცილებლად ძალიან მალე თავის სათქმელს იტყვის და ონკოლოგიასაც ძალიან დიდი გარდატეხა ელოდება. იმიტომ რომ აი ონკოლოგიურ კონგრესებზე
დღევანდელ რეალობაშიც რადიოლოგიის ნაწილში, ასევე ანალიტიკის ნაწილში ყოველდღიურობის ნაწილი გახდა უკვე. ჩვენს კლინიკაშიც როგორც რადიაციულ ონკოლოგიაში, ასევე რადიოლოგიაში ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირებულია უკვე ძალიან ბევრი წელია. პაციენტს რომ პირველად ხვდები, რა სიმახსოვრებ პაციენტისგან, რა არის რა გამახსოვრდება ამ პაციენტისგან? ემოცია. ემოციური კავშირი ექიმსა და პაციენტს შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ემოციური კავშირის მერე მოდის ყველაფერი და მე მივეკუთვნები ექიმების იმ ჯგუფს, როცა ამბობენ ხოლმე, რომ ჯერ სიტყვით და მერე ჩარევით. ფუჭი იმედი მიგიცია პაციენტისთვის? ფუჭი იმედი არ არსებობს, იმიტომ რომ იმედი რო არ გქონდეს, მაშინ არაფერს არ გააკეთებ, ხო? ასე რომ თუ რაღაცას აკეთებ, ესე იგი იმედი შენც გაქვს. და როდესაც შენც იმედი გეწურება, როგორ ემშვიდობები პაციენტს, როდესაც ინკურაბელურია მაგალითად, რომ მასზე უკვე ყველაფერი სცადე და უკვე აღარაფერი საცდელი აღარ დაგჭა არც ერთი ინსტრუმენტი. ძალიან ძნელია, როდესაც პაციენტისთვის გიწევს მკურნალობაზე უარის თქმა. მქონია ხოლმე ესეთი შედეგებიც, რასაკვირველია, როდესაც ჯერ კიდე არის სურვილი, რომ მოდი კიდე რამე გავაკეთოთ. მაგრამ მანდ მთავარი გადაწყვეტილება, რაც ექიმმა უნდა მიიღოს, არის ის, რომ მეტი ჩარევით მეტი ზიანი არ მოიტანოს. და ტერმინალური ონკოლოგიური მდგომარეობები სწორედ ესეთი მდგომარეობებია, სადაც ძალიან რაციონალურად უნდა შეაფასო, რომ ზიანი არ მოიტანოს. სწორედ აქ მოდის ხო ექიმის მთავარი ამოცანაც არავნო. ასე რომ მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოს თითოეული ექიმი თითოეულ პაციენტთან. ხო, რთული თემაა, როდესაც ვეღარ ეხმარები უკვე და ხო, იმ პრინციპით რომ არ ავნო, რომ იმშვიდობები პაციენტს რა, რომ ყველა რესურსი უკვე ამოწურული გაქვს, მაგრამ ესეთი პაციენტები არ არიან ბევრი, მოდი ისიც ვთქვათ, ხო? ჩემს მიმართულებაში რადიაციულ ონკოლოგიაში კიდევ უფრო ნაკლებად, ალბათ უფრო მეტად ვისაც ამ მიმართულებით შეხება აქვს ხოლმე ტერმინალურ პაციენტთან, მაინც ალბათ პალიატიური ზრუნვის სპეციალისტები და პალიატიური თერაპევტები არიან ხოლმე. კარგი, მოდი იცი რა მინდა, რას ეტყვი ახლა იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა აი ეს დიაგნოზი აქვთ და ძალიან ეშინიათ? როგორც წეღავ თქვით, კიბო განაჩენი არ არის და არსებობს ძალიან ბევრი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სიკვდილის მიზეზი არ ხდება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ონკოლოგიაში გენეტიკურ წინასწარ განწყობებს, ხო? იმიტომ რომ როდესაც ექიმი ანამნეზს კრიბავს პაციენტს, იქ უსვამს კი შეკითხვებს, რომ ხომ არ ყოლი ახლოს ანათესაოში დედა, მამა, ან ვინმე სხვა ადამიანი, რომელიმე ტიპის ონკოლოგიური დაავადებით დაავადებული, ხო? ანუ გენებიც არიან ამ ონკოლოგიური დაავადებების მატარებლები, აი გენეტიკას რა უნდა ვუყოთ? გენეტიკურ დატვირთვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საბედნიერო დღესდღეობით ასევე ხელმისაწვდომია გენეტიკური ტესტირება. მაგალითად, ხა ანჯელინა ჯოლის ისტორიის შემდგომ აბსოლუტურად მთელმა დედამიწამ გაიგო, რა როლი შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ ტესტირებას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის კუთხით. არსებობს არაერთი პანელი, რომელიც ოჯახური ანამნეზის მიხედვით შეირჩევა ინდივიდისთვის, თუ კი მას ოჯახში ონკოლოგიური ანამნეზი აქვს. შესაბამისად ხდება უკვე კონკრეტული პანელების მიხედვით ამ გენის პათოლოგიის იდენტიფიცირება. თუ კი ადამიანი არის ამ გენის მტარებელი, მას შეუძლია მიზანმიმართულად ჩაიტაროს შემდგომში უკვე მკურნალობები, მაგრამ როდესაც მაღალი პენეტრანტობის გენებზე ვსაუბრობთ ხოლმე მაგალითად BRCA1 და BRCA2 გენზე ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ვიცით რომ პროფილაქტიკური მასტექტომია 95%-ით გვიცავს ამ დაავადების განვითარებასგან. ასე რომ გენეტიკური კვლევები და გენეტიკური რისკის შეფასება ძალიან დიდ როლს შეიძლება თამაშობდეს ჩვენი ცხოვრების დაგეგმვაში. თან მასტექტომიაც ხომ, ანუ რო ვთქვათ, ეს არის ძუძუს რადიკალური მოკვეთა და შემდგომ ახლა პლასტიკური მიმართულებითაც სრული რეკონსტრუქცია ხდება და ბევრად შეიძლება ქალს უკეთესი ძუძუს კი გამოუვიდეს მოკვეთილი ძუძუს ადგილას, ვიდრე მდგომარეობაც უფრო ჯანსაღი და ხო, ისე გქონი დრილი ვეღარ კეთდება, იმის ტატუაჟი ხდება, ხო, თუ არ ვწდები ძუძუს. პროფილაქტიკური მასტექტომიის შემთხვევაში სექტორალური შეიძლება
ხო? ნახე, როდესაც მუტაციაზე გვაქვს საუბარი და პროფილაქტიკურ ქირურგიულ ჩარევაზე, ამ შემთხვევაში ტოტალური მასტექტომია ხოლმე ძირითადად არჩევს, თუმცა ესეც საკამათო თემაა, იმიტომ რომ არსებობს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ მიუხედავად მუტაციისა და მისი მაღალი პენეტრანტობისა, შესაძლებელია დაკვირვება პაციენტზე და თუ დაავადება დადგება ვუმკურნალოდ დაავადებას. თუმცა პრევენციული ქირურგია საკმაოდ პოპულარული მიდგომაა დასავლურ ქვეყნებში. ხო, მე არ მაქვს ერთმნიშვნელოვანი აზრი ამასთან დაკავშირებით, ალბათ გონი შეიძლება ჯობდეს დაავადების დალოდებას და ხშირი სკრინინგის დროს აღმოჩენის შემთხვევაში. მე იმ ჯგუფს მივეკუთვნები, რომელიც პროფილაქტიკურ ქირურგიას აირჩევდა აუცილებლად. მართალია, იმიტომ რომ სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი არ აღიარეს, ხომ? არც ძუძუ, არც თმა, არც რამე, აი ჩემთვის მაგალითად მე სიცოცხლე ძალიან მიყვარს და სიცოცხლის გამო ნებისმიერ რამეს დავთმობდი. ეთუნა, შენ ხარ ძალიან კარგი ექიმი. და მე არ მინდა ისე ჩვენი საუბარი დავასრულო, რომ არ გკითხო. ასევე შენ ხარ ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანის და ძალიან ცნობილი ქუთაისში განსაკუთრებით ადამიანის ძალი. ქალბატონი ანჟელა მინდა მოვიკითხო. რა როლი აქვს მას შენს პროფესიულ კარიერაში? ანჟელა იყო ჩემი мотиваციაც ძალიან ბევრ საკითხში და ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ყველაფერში ეინდო. ადამიანი, რომელიც კარგი რძელდადამთილობა გაქვს, აი გულწრფელად მითხარი. რძელდადამთილობას ვერც დავარქმევ. ანუ არც ერთ ეთაპზე არ ყოფილა, ეხა რანე არ ვარ ქუთაისელი, მაგრამ გავხდი ქუთაისელი. უკვე 12 წელიწადია რაც ქუთაისში ვცხოვრობ და გიჟდები ამ ქალაქზე. ეს არის ადგილი, სადაც ჩემი სიცოცხლის ხარისხი უმჯობესდება. ადგილი, სადაც ვიცხოვრებდი მთელი ჩემი ცხოვრება. დიდი მადლობა, შენ ხარ ძალიან კარგი ექიმი და მოვიკითხოთ ქალბატონი ანჟელაც. და მე ძალიან მიხარია, რომ აი მართლა მე ხო ვიცი, ან ძალიან განათლებული და განვითარებული ექიმი ხარ და ყველაფერს აკეთებ პაციენტების საუკეთესო ინტერესების გასათვალისწინებლად და ეს მართლა ძალიან დიდი რამ არის და ამაში ძალიან დიდი შრომა გაქვს ჩადებული. წარმატებები მინდა გისურვო და ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი და ერთხელაც მინდა რომ ხო, რაღაც დიდი breaking news-ი იყოს, რომ კიბოს წარმალი გამოგონილია. მეც ძალიან მინდა. ხო. ყოველ დილით ყავის დალევის დროს სტატიაში მინდა რომ წავიკითხო. კარგად. კარგად.